ბათუმის საფეხბურთო კლუბს, უსრულდება 90 წელი. მე მინდა მივულოცო მთლიანად ბათუმის სპორტულ საზოგადოებას, ფეხბურთელებს, ეს არის მართლაც დიდი თარიღი, იმიტომ რომ ბათუმი დააჭარბებს ფეხბურთს დიდი როლი აქვს საქართველოს ფეხბურთის განვითარებაში და მე ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რასაც ბათუმის დინამო დღეს გავს მეორე დაბადების კუთხით, მე ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება და ოქტომბერ 13-ში დაჭერაში ისევ აგუგუნდება სტადიონი, ისევ გულშემატკივარი სტადიონი. მინდა პირველ რიგში მიულოცო ბათუმის დინამოს კი არა, მთელ აჭარას, იმიტომ რომ როგორც 4 წლის უკან მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გუნდი უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში, უნდა ახარებდეს მთლიანად საფეხბურთო სამყაროს. ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ტრადიციების გუნდია, სამწუხაროდ დღეს მოედანი სტადიონი არ გააჩნიათ, მაგრამ ბიჭები ბრძოლობენ, მინდა უსურო წარმატება ყველას. და რა ვიცი, კიდე მრავალი 90 წელი დინამო ბათუმს და იმედია, რომ ახლო მომავალში თუ არა შემდეგ სეზონში, ერთ სეზონში მაინც დაუბრუნდება ის სახელი, ის ვაჟკაცობა, ის იმედები, რომელიც ყოველთვის ჰქონდა ბათუმის გულშემატკივრს. მინდა 90 წლის იუბილეი მიულოცო ბათუმის დინამოს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე გუნდია. ბათუმის დინამო გამორჩეულია იმითაც, რომ მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ საქართველოში მცხოვრებ თითქმის ყველა ეთნიკური კუთვნილების მქონე ფეხბურთელს და ამ მხრივ ის ნამდვილად სამაგალითო ქართული კლუბია. მის ანგარიშზე არის გამარჯვებები საქართველოს უმაღლეს ლიგაში და მონაწილეობა ევროპულ ტურნირებზეც. სურს ამ გამორჩეულ დღეს ბათუმის დინამოს უსურვო წინსვლა და ახალი გამარჯვებები. მინდა მიულოცო ჩემ ლამაზ გუნდს, ჩემს ბათუმს, ჩემს აჭარლებს ეს შესანიშნავი თარიღი და მინდა სიამაყით თქვა ამ შვენიერ კუთხეზე, ამ შვენიერ ფეხბურთზე, ბათუმის ფეხბურთზე და ბათუმის დინამოს ფეხბურთზე, რომლებმაც შექმნეს და აღზარდეს ისეთი დიდი ფეხბურთელები, ისეთი დიდი სპორტსმენები, რომლებმაც მსოფლიო დონის ფეხბურთშიც მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ გასაკვირველი არის, რომ მისალოცია და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვეფერო და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მე მგონი არ არის შორს ის დღეები, რომ აჭარის ფეხბურთი და ბათუმის დინამო კლავ ჩადგება იმ ძლიერ ქართული ფეხბურთის ფუნდამენტში, როგორც იყო ყოველთვის. დიდი სიხარულით მინდა მიულოცო ბათუმის დინამოს 90 წლის თავი იუბილე. მინდა გავიხსენო ჩვენი ახალი ადგილების წლები, როდესაც თბილისის დინამოში თამაშობდი, ბათუმის დინამო ძალიან ძლიერი გუნდი იყო. სხვათა შორის წლების განმავლობაში ბათუმიდან მოდიოდა შევსება თბილისის დინამოში. ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა აიდგა ფეხი ბათუმის დინამოში და შემდეგ კარიერა თბილისის დინამოში გააგრძელა. უსურვებ ბათუმის დინამოელებს შემდგომ წარმატებებს და იმას გამოთქვა, რომ ასე იქნება მომავალშიც. ულოცავ ბათუმის დინამოს დაარსებიდან 90 წლის თავს. უსურვებ ყოველთვის წარმატებას. ძალიან მწყდება გული, რომ ბათუმის დინამო დღეს არ არის იმ დიდ ეშელონებში, სადაც უნდა იყოს, სადაც მას ეკუთვნის, სადაც ტრადიციები ეკუთვნის. დღესდღეობით უსურვებ აღორძინებას და მინდა, რომ ბათუმის დინამო მომავალ წელს უმაღლეს ლიგას, უმაღლეს ლიგის ეშელონებში დაბრუნებული იყოს, არა მარტო დაბრუნებული იყოს, არამედ წარმატებული კლუბი ყოფილიყოს ყოველთვის და ევროპის თასები ეთამაშოს. ახალ სტადიონს და სულ ყველაფერს იკეთებს.